ზოგადად ლუდს არ ვსვამ ხოლმე, რადგან ზარმაცების ალკოჰოლი მგონია, ალკოჰოლს რომ სვამ იმისთვის რომ დაგაძინოს, რა ვიცი, რას აკეთებ ხო ცხოვრებაში, მაგრამ დღეს მოკლედ ძალიან კარგი დღე მქონდა, რასაც გაგიმხელთ ორ კვირაში, გადაცემის მხრივ მქონდა ძალიან კარგი დღე. და მეთქი მოდი, ლუდს ვიყიდი და დავიძინებ რა ადრე. მაგრამ ჩავრთე TikTok-ი. ავსკროლე, იქ შემხვდა რაღაც კატა ეჩხუბება ძაღლს, რომელიც ბავშვის შეჭმას აპირებდა. იქ რაღაცა ციყვი გადავარჩინე, რომელიც ხიდან ჩამოვარდა და სამი ფეხი მოიტეხა. კი ბატონო. ავსკროლე რაღაცა ტონი სოპრანო, რეალური მიზეზები მისი სიკვდილის. და მე ავსკროლე და გამეჩნდა ეს ვიდეო. რის შემდეგაც გონება გადამეკეტა და ეგრევე დავიწყე ჩაწერა. არიან ჩვეულებრივი პუტინის მონები საქართველოში, რომლებიც აქ აკეთებენ პატარა საპუტინეთს. ლაშა ჩხარტიშვილი დღეს დედის 40-ზე საფლავზე დედის 40 გახდება, მეგობრებო, თქვენ დაიმახსოვრეთ. მე ხო რას გპირდებით ხდება ხოლმე, დედის 40 გახდება ახალი ბავშვები. მაგას გეუბნებით, დედის 40 რომ მიდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად პატრულმა რომ გადმოსვა, ამან რომ აუხსნა ჩავებში ჩასმულმა წვერმოშობილმა ადამიანმა, რომ ასეთი დღეა და ხო ხელწერილს გააძლევთ რომ ბავშვთან ერთად იყო. დიდი მადლობა ქალბატონს, რომელმაც ჩაამატა, რომ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ხვდებით ხომ, რომ ბავშვთან ერთად იყო. მე თვითონ მოვალდა საფლავამდე. მოიცა გადავახვიოთ ერთ წამი. ეს პატრულმა რომ გადმოსვა, ამან რომ აუხსნა ჩავებში ჩასმულმა წვერმოშობილმა ადამიანმა, რომ ასეთი დღეა და ხო ხელწერილს გააძლევთ, რომ მე თვითონ მოვალდა საფლავამდე რომ ხელწერას გაძლევთ, რომ მე თვითონ მოვალო. პოლიციას გადაცემული აქვს, რომ ეს ადამიანი უნდა დააკავოს და ეს ადამიანი, შავებშია ჩაცმული, წვერმოშვებული და მე თვითონ მოვალ, კაცო, წადით თქვენ და მე მოვალ მერე. ბიჭო, თქვენ თავს ვფიცა ვარ, ხვალ ვიბაზრებთ კოცების მინუსებზე, რაც ეს 3-4 დღის მანძილზე დაუშვეს, მაგრამ ესეთ სისულელეებს როგორ უსმენთ, ბიჭო? და მე ამაზე იტყვით, რომ ჯერ ერთი ამაზე იტყვით, რომ ობიექტური ჟურნალისტიაო, ასნიაო ძმა, ობიექტური ჟურნალისტიაო და მე იმას იტყვით, რომ სად არის ძმა, კოცები ავიწროვებენ საერთოდ მედიას ავიწროვებენ. ვის ავიწროვებენ ძმობას გაფიცებთ? ამას, რომელმაც ჟურნალისტიკა დაიკიდა, რაღაც პერიოდი გახსნა პარტია, რომ ქრისტიან დემოკრატები ჩაიჯვა, ვერაფერი გააკეთა, მერე მომენტ ჟურნალისტიკაში კარგი ფული იყო, წავედი ისევ ჟურნალისტიკაში და ეხა ამას ბაზრობს, რომ კაცი დააკავეს დედის 40. ბატონო გიორგი, მამა მომიკვდა 50 დღის წინ. რა შეღავათები მაქვს? მაღაზიაში რისი მოპარვა შემიძლია, ან ზოგადად რა კანონების დარღვევა შემიძლია ამ შემთხვევაში? მაგალითად კაცის მკვლობა, არა, მიშა კაცის მკვლობა არა. სნიკერსის მოპარვა, რო გიჭერენ, მამა მომიკვდა 50 დღის. კაი, всё. და უნდა გამიშვან, თუ რა ხდება? ესეთი უნამუსო ჟურნალისტები რო არიან, ბიჭო. პრობლემა არ მაქვს, კაცო. იყვნენ პროპაგანდისტები, რადგან კოცებსაც ყავთ პროპაგანდისტები, ნაცებსაც ყავთ პროპაგანდისტები, მაგრამ ესეთი სახით, ბიჭო და მერე რო კიდე ატრაკებენ, რომ კოცები ზღუდავენ იმას, რა ქვია, მედიას ზღუდავ. ვინ ზღუდავს, ბიჭო, მედიას ძმობას გაფიცებთ? ეს არის მედიის შეზღუდვა, კაცი რო გაჯერებთ ესეთი სერიოზული სახით, რომ დედის 40-დან დედის 40 შავებში ჩაცმული წვერებით.
წვერები სათითაოდ დააწიწკნე და გადამაგლიჯე აგერ ბატონო გიორგი თუ დამნაშავეა ხვდებით ბატონო გიორგი რა თქმა უნდა ხვდებით რადგან ჟურნალისტი ხართ 30 წელია 10 წელი პოლიტიკაში იყავით რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ხვდებით ბატონო გიორგი მაგრამ უბრალოდ არ გინდათ ამის თქმა თქვენ გირჩევნიათ რომ ეხლა თქვათ რომ დედის ორმო და ის ქალიც რომ უმატებს რომ ბავშვთან ერთად არ მიუშვეს ეს ადამიანი არ მიუშვეს ბიჭო ესენი საერთოდ რომელ საზოგადოებაში გაიზარდნენ მასწავლებლები ვინ ყავდათ რა ოჯახში იზრდებიან საერთოდ რა ეხლა მიდის გრძნობებზე თამაში რა მასწავლებლები ყავდათ საერთოდ არ და კოცებს და ნაცებს რეალურად ერთი მასწავლებლები ყავდათ ანუ ვინც პარლამენტშია და ვინც ოპოზიციაა ერთი კურსელები არიან ხო ეგ ხო მართლა ყველამ ვიცით რომ ყველა ერთმანეთის კურსელი და ჯგუფელი იყო ნუ კაი თლად ყველა არა მაგრამ 97% მაგრამ ნუ ბატონ გიორგის არ გაუმართლა სადა პოლიტიკაში თავი მე ისე მოუწია დაბრუნება ჟურნალისტიკაში წარმოადგენენ რომელ კულტურას წარმოადგენენ ქართულს კავკასიურს ევროპულს საერთოდ კულტურასთან რამე კავკასიურს რატო გამოვყოფთ ბატონო გიორგი მე მეგონა ქართული და კავკასიური იგივე ევროპული იყო ჰა აღარ არის რა ხდება გიო შაგვიხსენი ძმა შეხება თუ აქვს რომელიმე მათგანს მე გეტყვით რუსულთან პუტინი რუსები არიან ეს ყველა არის რუსები მეგობრებო წვერებში ბავშვთან ერთად დამნაშავე არ გაუშვეს დედის 40-ზე სტურთან ვინ არ ლანძღეს და გადაიკიდეს კავკასიურს ამოს უნთქვებს უყურეთ ევროპულს მობას გაფიცეთ აი რა მსახიობია რა დონის მსახიობია ამას რა უნდა ჟურნალისტიკაში ბიჭო ეს უნდა თამაშობდეს იმ Wolf of Wall Street-ში I'm not fucking living კულტურასთან რამე შეხება თუ აქვს რომელიმე მათგანს მე გეტყვით რუსულთან პუტინისტურთან ვინ არ ლანძღეს და გადაიკიდეს კოცებმა თავიანთ პროპაგანდისტული საშუალება და თქვენ ვინ არ ლანძღეთ ძმობას გაფიცებთ მეგობრებო შეგახსენებთ რომ შემდეგი გადაცემა იქნება ანტიკოცური უბრალოდ ეს მართლა დღეს მართლა არ ვაპირებდი აი აგერ ლუდს სვამ ჩემთვის რა ვიცი ვერთობოდი მუსიკას უსმენდი ბოლო ხმაზე მაგრამ აი ესეთი სისულელე ვიდეო გამეჩნდა დედის 40 აი უბრალოდ ფაქტები რო ჩამოვთვალოთ ხო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და კარტია არ გაწყვეტილი გაჩერებული არ არის გაჩერებული დებილო გიორგი რა არის გაჩერებული აი როგორ არის გაჩერებული შეერთებულ შტატებთან ერთი ჯო ვილსონი ერთი ცალი კონგრესმენი გვიტრაკებს მარტო და всё გერმანიის ელჩი დღეს პროტესტის ნიშნად გაიწვიეს კონსულტაციები აშშ გაუმაზეთ всё ეხა გერმანია ისთვის ბერლინში ევროკავშირი უბრალოდ გაიწვიეს გერმანიის ის მერე ფორმას ეძებს როგორ არ დასაჯოს ხალხი მაგრამ როგორ დასაჯოს უმკაცრესად ეს რეჟიმი შეურაცხყოფების გამო და მტრობის გამო კარგი არაბებისა და მუსულმანური სამყაროს всё ანუ მორჩა ანუ აშშ-ზე მოიტყუა თლიანი ევროკავშირიდან მარტო გერმანიაზე თქვა რაღაცა რომ გერმანიის ესაა ვაწყენინეთ ერთი კაცი ამერიკას ერთი კონგრესმენი მარტო და всё მორჩა ეს იყო მთელი აშშ და მთელი ევროკავშირის განხილვა შეგახსენებთ მეგობრებო რომ შემდეგ გადაცემაში კოცებს დავაჯვავთ ასე რომ არ შემიზიზღოთ ვიცი ეს 100-დან 100 კოცური გადაცემა მაგრამ ეს ამ კაცმა მაგრად გამაღიზიანა იმედი აქვთ დარჩენილი რომ დასავლეთის აუ და ეხა აი ეს მუსულმანურ იმაზე შენი ჭირი მე რა აი ხა ეს ტრუხა ისინი რომ ხო იცით რომ შვედეთში საერთოდ არაფერი ხდება საერთოდ კრიმინალი არ არსებობს ყველა ბედნიერად ცხოვრობს მხოლოდ 4%-ია მუსულმანური სამყარო ხო და
ტიპები რომ შვედეთში რომ უბანი არსებობს რომ სტოპ აქ არ შეხვიდეთ აქ მთელი მუსულმანები არიან და ვაფშე მთელი უბანი მუსულმანებისაა და ვიღაც დაგჭრით და მოკკლავთ და ასე შემდეგ და გაუპატიურებები რომ 98% მუსულმანები ასრულებენ ეგ ყველაფერი კიდია ძმებო დიდი მადლობა ბატონო გიორგი რომ ესეთი ობიექტური ჟურნალისტი ხართ იმედია რა ვიცი იმედია მართლა ამ ტყუილების გამო დაგიჭერენ მაგრად კიდია ძმაო ანუ მე აქ ორივე მხარე მაგინებს რაღაცა მართლა ჩემი ნახვების გამო და თქვენ ბიჭო მთელ საქართველოს აყურებინებთ ამას 1.50.000 გაგვთ ხელფასი და ეს დებილური სახით კი არა ძალიან ჭკვიანური სახით ბაზრობთ იცით მეგობრებო აშშ-თან ჩვენ კავშირი გავწყვიტეთ ჩვენ ევროკავშირთან კავშირი გავწყვიტეთ რადგან გერმანიიდან ერთმა ტიპმა თქვა რომ მე არ მომწონსო ირაკლი კობახიძე ჩვენ ყველასთან ყველაფერი დავუკარგეთ რუსეთში მიგვაქანებენ რადგან მამაკაცი დაიჭრეს დედის 40-ზე მიდიოდა ჯიგარი ჩამეწვა დი ნახუია